საკრებულოში მოვიდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ზეწოლა საჯარო მოხელეებზე მერიის სხვადასხვა ხელმძღვანელისგან იმის გამო, რომ ავალებენ სხვადასხვა უწყებაში მომუშავე პირებს სავალდებულო წესით გამოვიდნენ და მიიღონ PR აქციებში, შოუ აქციებში მონაწილეობა ბრალდებული გიგი უგულავას ხარდასაჭერად. მე მინდა მიმართო ყველა საჯარო მოხელეს და ვუთხრა. მე როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ჩემს კოლეგებთან ერთად მზად ვარ დავიცვა თითოეული თქვენთაგანის ინტერესები და დავიცვა თქვენი უფლებები. მინდა გითხრათ, რომ ვერავინ ვერ შეძლებს უკანონოდ თქვენზე ზეწოლას და ამისათვის ეს არის კორპორატიული ნომრები 595071534, 595071536, რომელიც 24 საათის რეჟიმში იქნება ჩართული და ამას კიდევ ცალკე დაგიტოვებთ ჟურნალისტებს, რომ თუ კი რაიმე ფორმით იქნება თქვენზე ზეწოლა განხორციელებული, იმიტომ რომ მიიღოთ კიდევ ერთხელ ვიძახი შოუ PR აქციებში მონაწილეობა ბრალდებული გიგი უგულავას ხარდასაჭერად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ აღვადგინეთ წონასწორობას სამართლიანობის. იმ ადამიანებსაც მინდა მივმართო, რომლებსაც სხვა ფორმით აშანტაჟებენ, ან აბრუებენ, ან ატყუებენ, თითქოს და ახალი უმრავლესობა მზად არის მერიაში თითოეული მათთაგანზე იყაროს ჯავრი და შური იძიოს გიგი უგულავას მაგივრად გაანთავისუფლოს ისინი სამსახურებიდან, ტყუილია ეს, ვინაიდან ჩვენ ყველა ვუფრთხილდებით იმ კადრებს, რომლებიც იყვნენ, არიან და იქნებიან გიგი უგულავამდე, გიგი უგულავას დროს და გიგი უგულავას შემდეგ. და არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი პარტიული კუთვნილების არის, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს მერია დაკომპლექტებული ღირსეული, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული კადრებით, ვინაიდან მათ პროფესიონალიზმზე არის დამოკიდებული ჩვენი ქალაქის მომავალი განვითარების ხარისხი, მისი შენების უკეთესი ხარისხი. დიდი მადლობა. ეს ხორციელდება არა, ჯერჯერობით თავს ვიკავებ ასე და პირდაპირ დასახელებისგან, იმიტომ რომ მაშინ უნდა დავასახელო წყარო, რომელიცაც პირობა გვაქვს მიცემული, ჯერჯერობით ეს წყარო არ დასახელდეს. ესენი არიან, მოკლედ ვიტყვი, გამგებლები და სამსახურის ხელმძღვანელები. ქალაქ თბილისის მთავრობის წევრები. ყველას არ გულისხმობ, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი, რომლებსაც ევალდებულებად გამოიყვანონ თავის უწყებაში დასაქმებული საჯარო მოხელეები ამ კონკრეტულ ეგრეთ წოდებულ ხარდასაჭერ PR აქციებს. არა, მერიის თანამშრომლებზე ხორციელდება, რომ უნდათ შექმნათ ეგრეთ წოდებული ბჭყალებში მასოვკა, თითქოს და ძალიან ბევრი ადამიანი არის გულდამწვარი და გულდათუთქრული, გიგი უგულავას რომ ბრალი აქვს წაყენებული და მის ხარდასაჭერად გამოვიდა დიდი რაოდენობა ხალხის. ერთად თუ შეგვიება 20 კაცს ვერ აღვევ. საკრებულოს თავმჯდომარეს არ აქვს უფლება თავისი განცხადებით და თავისი მოსაზრებით გადააჭარბოს მოსამართლის გადაწყვეტილებას. უზენაესია მოსამართლის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში და შესაბამისად, როგორც კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო, არ შეიძლება ერთი და იგივე მოსამართლის გადაწყვეტილება ერთ შემთხვევაში აღგაფრთოვანებდეს და მეორე შემთხვევაში ლანძღვაგინების ხასიათზე გაყენებდეს მის მიმართ. იმიტომ რომ ყველა ვალდებულია პატივის წესს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ის მათ მიერ მოფიქრებული
პიარი თითქოს და მათზე მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა რაღაცა მოუხელთებელი ჯონის ანეკდოტს მაგონებს მათი ამბავი ვის რაში ჭირდება მოუხელთებელი ესეთი მოუხელთებელია მართლა და ვის რაში ჭირდება აი ესეთი მომენტი არავის არაფერს ჭირდება და იგონებენ მით თითქოს მათზე მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა არანაირი პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება მათზე ფაქტები საკმარისზე მეტია მე როგორც პიროვნებას მოქალაქეს რომელმაც კარგად ვიცი სტრუქტურა მოქმედება როგორ ახორციელებდა ამ ყველაფერს მერია მე მაქვს ჩემი მოსაზრება და მიმეჩნია რომ ბრალდება აბსოლუტურად მართალია ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ფული არა მიზნობრივად არის გაფლანგული ბიუჯეტის ათეულობით მილიონი ამისათვის დღეს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გააკეთებს ბრიფინგს და მე მინდა გითხრათ რომ აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის პრემიები რა თქმა უნდა იწერება და პრემიები იწერება საკრებულოში იმიტომ რომ მიდის ზეგანაკვეთური შრომა ნაჩვენები იქნება თუ რა რაოდენობის კორესპონდენცია შემოდიოდა საკრებულოში 3 წლის განმავლობაში 2013 წლის ივლისამდე რა რაოდენობის მოსახლეობის მიღება ხორციელდებოდა 2013 წლის ივლისამდე რა რაოდენობის მივლინებები ხორციელდებოდა და ვინ მიემგზავრებოდა ძირითადად ამ მივლინებებში და რა შედეგები დადგა მათი მივლინებიდან კონკრეტულად ქალაქისთვის ან რა ვერ დადგა მცდელობის მიუხედავად და ზოგადად რა მცდელობასთან ჰქონდა საქმე აი დამერწმუნეთ გასაოცარი სურპრიზი გერდებათ მე სურპრიზი რომ აღარ გამოვა დიახ იცით რა არის მე არ მინდა გადავფარო ბატონი მიშა კავთორაძის განცხადება იმიტომ რომ ის დოკუმენტურად წარმოადგენს ყველა მასალას ყველა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით კი ბატონო საქმე ეხება იმას რომ რაღაც ამ 3 წლის განმავლობაში როცა ნაცმოძრაობის უმრავლესობა ასეულდა საკრებულოში დეპუტატებისგან ან თავმჯდომარისგან რამდენი ადამიანი იქნა მიღებული როგორი ზეგანაკვეთური სამუშაო მიმდინარეობდა თუ არა შესაბამისად მივლინებები რისთვის და როგორ ხორციელდებოდა და რა თანხა იხარჯებოდა მისთვის და შესაბამისად პრემიები რომლებიც პატარა ანიმაციური ფილმებით მულტიპლიკაციური ფილმებით აჩვენა გუშინ მამუკაუხლედიანმა სადაც ღიმილის მომგვრელი იყო იმიტომ რომ ის კვადრატები რომელიც ერთი გზელი იყო და მეორე ცოტა მართკუთხედები მეორე ცოტა მოკლე ის მოკლე მთლიანად თვითონ იყო ამაში იყო საქმე და პასუხისმგებლობით ვაცხადებ სრული მე საკრებულოს თავმჯდომარე პროცენტულად ზუსტად იგივე რაოდენობის პრემიას ვიღებს რაც იღებს ყველაზე დაბალი თანამდებობის მქონე სპეციალისტი რაც არ არსებობდა ანუ დიფერენცირებული იყო პრემიას აძლევდნენ მარტო იმათ ვინც იყვნენ თვითონ და მომსახურე პერსონალს განყოფილებაში მომუშავეთ საჯარო მოხელეებს სპეციალისტებს წამყვან სპეციალისტებს არ ეძლეოდათ იგივე პრემიები ჩვენთან სამართლიანად რიგდება პრემიები იმიტომ რომ ერთადერთი ცოტა უსამართლო მომენტი ისაა რომ იგივე დოზის პრემიებს ვაძლევთ ნაცმოძრაობის ხელოვნურად 7 ნაწილად დაშლილ ფრაქციებს რომლებთაც გვარი ერთი აქვს ნაცმოძრაობა სახელები გამოიცვალეს რომლებიც სამუშაოს იწყებენ არ ვიცი როდის და ამთავრებენ არ ვიცი როდის მაგრამ რომ არ გამოსულიყვნენ და ყაბადაღებული საუბარი არ დაეწყოთ იმასთან დაკავშირებით რომ აი ჩვენზე მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ყველას აძლევენ პრემიებს და ჩვენ არ გვაძლევენო და მათზეც იგივენაირად ვრცელდება პრემიების გაცემის წესი
პასუხობ, რომ მე ვაძლევ პრემიერს, მაგრამ ისინი იღებენ. ამაშია საქმე. მე არ მინდა წინსწრებით ვისაუბრო ამასთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი რომ უკვე გამოიწვია. პროკურატურაში დაინტერესება გამოიწვია და კონკრეტული მოკვლევაც დაიწყო ამასთან დაკავშირებით, გამოძიების პროცესი. მე მოვერიდები ამ შეფასებას დღეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ამაზე განცხადებას გააკეთებს თვითონ კომპანიის ხელმძღვანელობა და მე აუცილებლად იქნება საკრებულოს პოზიციაც. თქვენს დიდი მადლობა. ვერ გავიგე რა ბრძანეთ? ბუნებრივია, პროკურატურამ საგამოძიებო პროცესი დაიწყო ჩვენს მიერ სარევიზიო კომისიის მიერ წარდგენილ შესწავლა ანალიზზე, რომელიც ცდება მე სარევიზიო კომისიის უფლებების ფარგლებს და იმის გამო რომ არსებობს ბევრი კითხვა, ამაზე უკვე გააგრძელებს მოკვლევას და გამოძიებას პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანო. ვისთან? მე რა საქმე მოხმართ? იცით რა არის? პრემიების გამო მოკვლევა არ დაიწყება, ვაი, ვისი ჩავარდა? იმედი არ დავარდა. არა, მანამდე სარევიზიო კომისია ქონების მართვის სააგენტოსთან მიმართებაში და მერიის ადმინისტრაციაში ნანახი დარღვევების გამო გადასცა ეს მასალები პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს და დაწყებულია მოკვლევა იმ აღნიშნულ საკითხებზე. მომავალი წლის ბიუჯეტის მიღება საკმაოდ ხმაურიანი შეიძლება აღმოჩნდეს, იმიტომ რომ არის რიგი საკითხები, რომელსაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ეს არის ის, რომ ვითხოვთ ბორდების გაუქმებას და არამიზნობრივი ხარჯების ამოღებას, არასაჭირო ხარჯების ამოღებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნაცმოძრაობის, პარტაქტივის ან მათი ღვაწლმოსილი მაღალჩინოსნების ოჯახების დასაფინანსებლად არის გამოყოფილი და ვამბობ, ბიუჯეტი არ არის ის რითაც უნდა ფინანსდებოდეს რომელიმე პარტიის ინტერესები და მათი მოქმედებები. ბიუჯეტით უნდა ხორციელდებოდეს თბილისელების ინტერესების დაკმაყოფილება და მათი ცხოვრების გაუმჯობესება. ეს არის მარტივი. მაგრამ თავარი, მე მინდა რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენოთ, რომ კარგად იცოდეს თითოეულმა საჯარო მოხელემ. ოცდაოთხი საათის რეჟიმში იქნება ეს ტელეფონები ჩართული, ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკოს ნებისმიერმა საჯარო მოხელემ. დიდი მადლობა და